მოსალოცია ისიც, რომ საქართველო იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და უფლებას თავად განსაზღვროს თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, ვინ მართავს ქვეყანას და არიხევს უკან გარეშე ზეწოლის წინაშე. ეს ზეწოლა ყოვლადამაზრდენი ხერხებით ხორციელდება. მისი სქემა სრულიად პრიმიტიულია. ის საფრანგეთის მოქალაქე ქალბატონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ეკავა. არ შევჩერდები იმაზე, თუ რა გზით და როგორ დაიკავა მან ეს პოსტი. როგორც იცით, არჩევნების შედეგებს არ ცნობს. როდესაც კითხეს თუ რატომ, მისი პასუხი იყო: ეს არჩევნები რუსეთის მიერაა გაყალბებული. კითხეს: კი, მაგრამ ამას რის საფუძველზე აცხადებთ? დამამტკიცებელი საბუთი თუ გაქვთ? მან კი უპასუხა: არა, საბუთები არ მაქვს. ამის დამტკიცება არ შეიძლება, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მაქვსო. როდესაც მის მომხრეებს, ვისაც მისი პრეზიდენტად დარჩენა სურს, ეკითხებიან: ამას რის საფუძველზე ამბობთ? რა მტკიცებულებები გაქვთ? ისინი პასუხობენ: ეს ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა თქვაო. ერთი სიტყვით ამაზე დიდი სიბრიყვე და თვალთმაქცობა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბიშვილს ორი გზა აქვს. ან გვერდს დაუმშვენებს იმ მუნიათო ბელორუს დიასახლის, რომელმაც კატლეტის გარდა სხვა არაფრის მომზადება იცის. ან თუ კი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. მან შეიძლება უკვე ციხის საკანში დაუმშვენოს გვერდი საქართველოს კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილს. და ისხდნენ ერთად საკანში და ქართველი ხალხის მომავალ კეთილდღეობაზე ითათბირონ. ან და იმ მუგუნურ გაუნათლებელ ქალბატონთან ერთად, ვინც დასავლეთმა ბელორუსიის პრეზიდენტად გამოაცხადა. საერთაშორისო პოლიტიკის წარმოებაზე ილაპარაკონ. შეუძლიათ ასევე მიიწვიონ გუაიდოც, თუმცა მას უკვე უპოვეს შემცვლელი. ეს ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელის არაღიარებული პრეზიდენტი იყო, მაგრამ ახლა სხვა ადამიანი დასახელდა ვენესუელის არაღიარებულ პრეზიდენტად. მათ შეუძლიათ პროფკავშირი ან სხვა ორგანიზაცია დააფუძნონ. შეუძლიათ გახსნან თავიანთი სექცია გაეროში, საკუთარი ქვეყნებიდან გაწევებული არაღიარებული პრეზიდენტები. მათ ყველა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვევენ. დაშტა უკრავენ. ზურაბიშვილს შეიძლება დარჩეს ის, რაც ჰქონდა, საფრანგეთის მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქეობა კი შეიძლება ჩამოერთვას. ესეც შესაძლებელია. საფრანგეთის მოქალაქედ დაიბადა და დაეკვლავ საფრანგეთის მოქალაქედ დარჩეს. ხოლო თუ წინააღმდეგობას გასწევს და საქართველოში ჩამოვა, ძალიან კარგი, მოათავსონ სააკაშვილთან ერთ საკანში. თუ კი სერიოზულად ვილაპარაკებთ, ბოლო პერიოდში საქართველო იცავდა თავის სუვერენულ უფლებას და მან ეს კიდევ ერთხელ მოახერხა. მეცაც გეტყვით, ამ პერიოდში საქართველომ მხოლოდ საკუთარი ბედის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება კი არ მოიპოვა. საქართველო დღეს იცავს თავის ქართულ ეროვნულ ფასეულობებს. ჩემი აზრით, შეიძლება ვილაპარაკოთ ისეთ ფენომენზე, როგორიც ქართული ცივილიზაციაა და ქართულმა ხალხმა ამ დღეებში სწორედ ეს ეროვნული ფასეულობები დაიცვა. მიუხედავად მთელი ისტორიისა და იმ განსაცდელისა, რაც საქართველომ გამოიარა, საქართველოს აქვს საკუთარი ეროვნული ისტორია, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის ისტორიაცაა და ნაწილობრივ საბჭოთა კავშირის ისტორია. რა გინდ მოინდომოს, ვერავინ უარყოფს, ვერავინ ამოშლის ისტორიიდან იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს დიდ სახელმწიფოდ სწორედ ქართველმა აქცია. ქართველი ხალხის ისტორიაში უდიდესმა ქართველმა და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთმა უდიდესმა სახელმწიფო მოღვაწემ. საქართველოს სრული უფლება აქვს და მართებს კიდეც. იამაყოს ამ პიროვნებით. ქართველი ხალხი რაოდენობრივად მცირეა, მაგრამ არც ერთ სხვა ერს არ მიუწია მსოფლიოსთვის ისეთი მასშტაბის პიროვნება, როგორიც გორში დაბადებული იოსებ ჯუღაშვილია. და მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი მას დამსახურებულ პატივს და ხსოვნას მიაგებს, როგორც კაცობრიობისა და ქართველი ხალხის ისტორიაში უდიდეს ქართველს. В истории человечества и в истории грузинского народа. ბატონო იაკობ, საქართველოში დიდ პატივს გცემენ არა იმიტომ, რომ იოსებ სტალინის ფიგურას ჯერ უნათ აფასებთ, არამედ იმიტომაც, რომ მოვლენებს პრაგმატულ შეფასებას აძლევთ და ქართულ ფასეულობებსაც პატივს სცემთ. თუ კი პარალელს გავავლევთ და წარმოვიდგენთ, რომ ისრაელის ყოფილმა პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა ზურაბიშვილის მსგავსად იმოქმედოს და დასაბუთების გარეშე ამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბებულია, რა ბედი ეწევა მას. ისეთი შთაბეჭდილება მჩება, თითქოს ამერიკელები საქართველოს მეორე თუ მესამე ხარისხოვან სახელმწიფოდ თვლიან. უნდა გითხრათ, რომ ჩემი ქვეყანა, ისრაელი და ჩვენი ხალხი სამწუხაროდ, ვერც დღევანდელი პრეზიდენტით იამაყებს და ვერც პრემიერ-მინისტრით, მაგრამ ისრაელის ისტორიაში იყვნენ დიდი პიროვნებები, ვისი წყალობითაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო. მე ასეთ პარალელს გავავლებდი. რით გამოირჩეოდა სტალინი და რით გავდა მას ბენ-გურიონი. როდესაც ისრაელის სახელმწიფო ახლად შექმნილი იყო, მთავრობის უпростоრეთ მუშათა პარტიის სხდომაზე, რომელიც მაშინ ისრაელს ედგა სათავეში, ბენ-გურიონმა შეკრებილ გარკვეული ქმედება შესთავაზა. არ აქვს მნიშვნელობა რა იყო ეს. ერთ-ერთმა თანაპარტიელმა ჰკითხა: ბენ-გურიონ, ჩვენ ასეთი უშუალო მიმართვა გვაქვს მიღებული. დარწმუნებული ხარ, რომ ხალხს სწორედ ეს უნდა. მაშინ ბენ-გურიონმა დიდებული სიტყვებით უპასუხა: არ ვიცი, რა უნდა ხალხს, მაგრამ ვიცი, ხალხს რა სჭირდება. სწორედ ესაა მეთაურის განმასხვავებელი ნიშანი. სტალინმაც იცოდა, რუს ხალხს რაც სჭირდებოდა, რაც
რაც სჭირდებოდა და არა რაც უნდოდა. ოდესურ გამოთქმას თუ გამოვიყენებთ ხალხს სურს ყველაფერი ჰქონდეს და სამაგიეროდ არაფერი მოითხოვონ. ამიტომ დაუშვებელი სიბრიყვეა ხალხი თავის ნებაზე ბრმად მიუშვა. ჭეშმარიტმა მეთაურმა ჭეშმარიტმა ბელადმა იცის რა არის ხალხისთვის კარგი და ქვეყანას სწორი გზით მიხავს. ამით გამოირჩეოდა სტალინიც, ვინც მეფის რუსეთიდან დიადი საბჭოთა კავშირი შექმნა. უდიდესი, მაღალ განვითარებული სახელმწიფო, რომელიც დიდწილად დღეს რუსეთის წარმატების საწინდარი გახლავთ. ამის წინაპირობები სწორედ სტალინის მმართველობის დროს შეიქმნა. რაც შეეხება საქართველოში მომხდარ და ამჟამინდელ მიმდინარე მოვლენებს. საქართველოში სამსახურეობრივი ვიზიტით ძალზე ხშირად ყოფილ ვარ და მის შიდა საქმეებში საკმაოდ კარგად ვერკვევოდი. ახლაც მყავს მეგობრები, ვისი წყალობითაც ჭეშმარიტ საქართველოს ბევრად უკეთ გავეცანი, ვიდრე წინათ ვიცნობდი. მათი წყალობით შევიყვარე კიდეც საქართველო. მოსკოვში ხშირად ხვდები ქართველ მეგობრებს, მათ შორის ქართველი ებრაელებიც არიან. ხშირად ყოფილ ვარ ქართულ რესტორანში. ამ საზოგადოებაში მე ერთადერთი ვარ, ვინც ქართულად არ ლაპარაკობს. ყველანი ლაპარაკობენ ქართულად და არაჩვეულებრივად სულში ჩამწდომ ქართულ სიმღერებსაც მღერიან. ერთხელ ჩავიწერე ეს სიმღერები და გაუგზავნე ჩემს მეგობარს, საქართველოდან წამოსულ ქართულ ებრაელს და მითხრეს, როდესაც ვისმენდით, თვალზე ცრემლი მოგვადგაო. ასე რომ, შემიძლია ვთქვა საქართველოს ვიცნობ, მახსოვს შევარდნაძეც. მომიწია მასთან შეხვედრაც. სხვა მოღვაწენიც მახსოვს. მახსოვს ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა, მთელი ის უმსგავსობა, რაც ზედაპირზე ამოვიდა. მახსოვს პირველად როგორ მოვისმინე ის ნაცისტური ლოზუნგი, საქართველო ქართველებისთვის, რომელიც დღემდე თქვენი ყველა უბედურების მიზეზად იქცა. ეს იყო ქართველი ხალხის ინტერნაციონალიზმისა და შემწყნარებლობის აბუჯათაგდება. ქართველ ხალხს სხვა ერები არასდროს შეუვიწროვებია. საქართველოში უამრავი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობდა. ამ ლოზუნგმა კი ეს თანაცხოვრება შებრალა და დღევანდელი ტრაგედიაც სწორედ ამითაა გამოწვეული. საქართველო ქართველებისთვის კი არა, საქართველო ყველასთვის, ვინც იქ ცხოვრობს. აი ეს მახსოვს მე. ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ევგენი პრიმაკოვის მაგალითმა. მართალია ის კიევში დაიბადა, მაგრამ ის ცხოვრობდა საქართველოში, თბილისში. მე მას ვიცნობდი. პრიმაკოვმა მითხრა, სწორედ საქართველომ თბილისმა ამგზარდა ისეთ ადამიანად, რომ ბავშვობიდან შევიყვარე. ყოველი ერის პატივისცემა. იქნება ეს ქართველი, სომეხი, აფხაზი, ებრაელი თუ რუსი. მან მითხრა, ურთიერთობაში არავის პრობლემები არ შექმნია. ასე გავიზარდეთ. ესაა თბილისური კულტურა, ესაა ქართული კულტურა და ასეთი სწორედ იმიტომ მოა, რომ საქართველოში გავიზარდე. მახსოვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვიც, რომელიც ასევე საქართველოდან იყო. მას შერეული სისხლი ჰქონდა. ყავდა ასირიელი, ქართველი, რუსი წინაპრები. ისიც მეუბნებოდა, საქართველოს სწორედ ესაა. ასეთები ვართ, ასე გავიზარდეთ. მახსოვს მოსკოვში ჩემს უმცროს ვაჟთან ერთად ჩავედი. ვიდრე ჯარში წავიდოდა, მან ჩამოვიყვანე და მასთან ერთად იგორ ივანოვს შეხვდი. ივანოვმა თვითონ თხოვა ჩემი ვაჟი მასთან მიმეყვანა და როდესაც ნახა, უთხრა, ჩვენთან საქართველოში ასეთი წესია. შენ 18 წლის ხარ, ჯარში მიდიხარ. ამიერიდან მამაკაცი ხარ. მე შენ გაჩუქებ მამაპაპურ ხანჯალს, რომელიც მე მაჩუქეს, როდესაც 18 წლის გავხდი. სახსოვრად გქონდეს და გახსოვდეს, ვაჟკაცი ხარ. შენი ერისა და მამა შენის ღირსი უნდა იყო. აი ამ ადამიანის წყალობით შევიგზენი თუ რა არის საქართველო და ქართველი ხალხი. ეს დღესაც შესანიშნავად ვიცი, რადგან ვიცნობ ქართველი ერის ერთ-ერთ სერიოზულ, ღირსეულ წარმომადგენელს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში დაბრუნებისთვის იბრძვის, რომელმაც საქართველოსთვის ბევრი გააკეთა. ესაა იგორ გიორგაძე. მან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რათა საქართველოს თავისი არსი და რაობა შეენარჩუნებინა. ჩემი გული სავსეა ქართველი ხალხისადმი სიყვარულითა და მოწიწებით. სულ ერთია, კახეთი იქნება ეს, სვანეთი თუ სამეგრელო. ყველაფერი ეს საქართველოა, პატარა და ამასთან დიდიც. ადამიანებისადმი სიყვარულით მდიდარი საქართველო.